დღეს მე ვიცი კომპანია ბიჭაში რაც უნდა გაიტესტოს. რა თქმა უნდა, დუტის ჯავშენჟილეთ. გადავინაცვლოთ და ერთად ვნახოთ ტესტირების პროცესი. ეს ხوار ვაჩვენოთ ხალხს, არასტანდარტულად გატესტარ. რატომაც? როგორც დაგვერდი ჯილეტი გაიტესტა არასტანდარტულად, მას საკმაოდ ბევრი ვაზნა მოხდა და პლუს ამას ჩატარდა ტესტირება ცივი არხს. ეს არის წინა კედელი, სადაც ხედავთ საკმაოდ მრავალ ატყვიარს. ეხლა შევამოწმოთ უკანა კედელი ზურგის კედელი. ზურგის კედელშიც დაახლოებით 10-მდე ვაზნა გვაქვს მოხვედრილი განსაკუთრებით ბოლოს როლისას და ეხლა შევამოწმოთ უკვე შიდა მხარე. თუ როგორ არის არქიტექტურა და ზედაპირი. როგორც ხედავთ, შეღწევა არ გვაქვს. რაც თავარია, არქიტექტურა არ დარღვეულა და ზედაპირი დარჩა გლუვი. რაც როგორც ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, მნიშვნელოვანია, რომ სხეულმა არ მიიღოს დიდი ფიზიკური დაზიანება. აქედან გამომდინარე, რობერტი ისე ცოცხალი დარჩა და რაც თავარია, მას ნაკლები დაზიანება აქვს.